საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი ყველაზე შეშფოთებული გადაცემა ევროატლანტიკური სივრცის შემდეგ ვინაიდან მათგან განსხვავებით ჩვენ ტერიტორიებს ვკარგავთ. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ თინა ხიდაშელის განცხადებას გასაღების კერძო კომპანიებისთვის გადაცემას, მხოლოდ იმის გამო არ ვეთანხმებით, რომ ეს სისტემას არაეფექტურს გახდის, რადგან ეფექტური სისტემის კვალი ჯერ კიდევ კარგად გვამჩნევია საკუთარ ზურგებზე. ვერ მოისმენთ დავით ნარმანიას სიტყვებს ქალაქში საცობების განტვირთვისთვის სხვადასხვა ხასიათის სამუშაოებია დაგეგმილი, რადგან არ გვინდა სხვადასხვა ხასიათის მძღოლებს წინასწარ იმედები ჩავუსახოთ. ვერ მოისმენთ იენს სტოლტენბერგის განცხადებას, ჩვენ ახლა საქართველოსთან ყველაზე ღრმა და მრავლის მომცველ პაკეტს ვანხორციელებთ, ვიდრე ეს როდესმე ყოფილა, რადგან ეს სიტყვა ღრმა, ალბათ ისევ მაინც სიტყვა შეშფოთების განსაზღვრელად დარჩება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოს დედაქალაქად სოხუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. ამით უზომოდ ხარობს რუსეთის ფედერაციის არმია, რომელიც ამ შემთხვევაში ბარემ საკუთარ სანუკვარ სურვილს, საქართველოს სრულ ანექსიას ისე მიაღწევს, რომ დაზოგავს საწვავს და მარაგ ნაწილებს საკუთარი ტანკებისთვის. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5.9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ექსპერტები ასკვნიან, რომ ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ამ უწყების პატიოსნება, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრო რომ მატყუარა და ბაქიბუქა იყოს, ბარემ 6%-იან ზრდას მიუთითებდა. საქართველომ რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის ჩატარება მოითხოვა. ამ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ პროგრესული მსოფლიოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ გადმოიღეს თაროებიდან სასტიკი დაგმობისა და უკიდურესი შეშფოთების სახელმძღვანელოები და ამ ქმედებათა გადამეორებას შეუდგნენ. პროკურატურა აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეს გრიფით საიდუმლო არ მოხსნია და როდესაც მოეხსნება საჯარო განცხადება გაკეთდება. სანდო წყაროს მტკიცებით პროკურატურა იქვე განმარტებას აკეთებს. საზოგადოებას ეგონა, რომ საქმეს გრიფი მოხსენით. ეს ასე არ არის. ჩვენ უბრალოდ პროკურატურის ოთახებში მოხსენით ფარდები და ეტყობა ვიღაცას ეს გრიფში აერია. რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ეგრეთ წოდებული მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას თავისუფალი დემოკრატები გმობენ. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკოსებით წარმატებით ეუფლებიან ერთ-ერთ მთავარ ევროპულ ფასეულობას, დაგმობას. ასე თუ გავაგრძელეთ, აღშფოთებასაც მალე ვისწავლით და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ევროპულ საზოგადოებად, აღნიშნავენ ექსპერტები ევროინტეგრაციის დარგში. დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის შეფასებამ მისი კოლეგა ეკა ბესელია გაანაწყენა. ერთგვარი წაკამათება მათ შორის პარლამენტის ბიუროს ხდომაზე ღრმა განსწავლულობის ხსენებას მოჰყვა. ექსპერტებს უხარიათ, რომ ამ ფრაზამ მხოლოდ ეკა ბესელია გაანაწყენა და არა აბსოლუტურად განსწავლული პერსონა გიავოლსკი, თორემ ნახდათ ტრახი აიწეოდა. ირაკლი აბესაძე თბილისის ბიუჯეტში თითქმის არ არის პროექტები, რომელიც ქალაქში საცობების პრობლემას მოაწესრიგებს. თქვენი არ გვესმის, ლარით გაიაფებული ბენზინიც გინდათ, 10 ლარით გაზრდილი პენსიაც და ისიც, რომ ამ პენსიით გამდიდრებულმა კაცმა მანქანა არ იყიდოს. მასში იაფი ბენზინი არ ჩაასხას კაფეებსა და ქალაქის ქუჩებშიც არ იაროს საშოპინგოდ. კითხულობენ შეურაცხყოფილი და გაოგნებული მთავრობის ექსპერტები. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას. ასე გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით ყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმებას. თვითხილველთა თქმით, შემდეგ იხტიბარი არ გაიტეხა, იქვე ახლო მდებარე ფერმაში შევიდა და ღორებს მარგალიტი დაუყარა და ამ სახით განაგრძო კონსტრუქციული პოლიტიკა. თითქმის 2 კვირაა გდანის რაიონის გამგეობის ფოიეში როიალი დგას. რაიონის გამგებლის თანაშემწემ ნინა ანდღულაძემ ვერ დააკონკრეტა თუ რამდენ ხანს დარჩება მისი თქმით ნათხოვარი დასაკრავი ინსტრუმენტი გამგეობაში. ეს უცნაურობა ქართული ოცნების ექსპერტებმა ამოხსნეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ტროას როიალია და მასში ნაცმოძრაობის აქტივისტები არიან მოთავსებული. ექსპერტები აფრთხილებენ სამთავრობო დაწესებულებებს, რომ როიალების გარდა გულდესმით შეამოწმონ მათ მიერ შეძენილი ძვირიანი ჯიპებიც, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ნაცაქტივისტები ამ ჯიპების ხადავოიში და აბივკაშიც იმალებოდნენ.
ამ მთავრობას საქმის გაკეთება არ შეუძლია, მხოლოდ სანახაობის შექმნა შეუძლია, ისიც უნიჭოდ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. მართალია ქალბატონო ირმა, ეთყობა ბატროსოვის ციხესაც ნიჭიერები უნდა თავისთვის. პასუხობენ ირმა ნადირაშვილს პროკურატურიდან. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მას შემდეგ, რაც აქამდე ჯერ არ ნახულმა ბუნებრივმა მოვლენებმა, ქარმა და წვიმამ საქართველოს ინფრასტრუქტურას უმძიმესი პრობლემები შეუქმნა, გამოჩნდა კიდევ ერთი უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა თოვლი, რომელიც გუშინ თბილისის შემოგარენშიც კი მოვიდა. საქართველოს მთავრობა სწავლობს ამ კაცობრიობისთვის გაუგებარ ანომალიას და უახლოეს მომავალში მის არს დაადგენს.